ერთი ამოსუნ თქვით უნდა ჩავწერო. A few moments later. ესე? აი გენიალური. კაია? სანადოქეძო. შეიძლება ხვალ არ ვიამაყო ამით. შეიძლება ვიამაყო. მაგრამ დღეს გადავწყვიტე. რას მანიშნებ მითხრა? აი ესე ამეცემებს ეს რა არის? 2000 years later. კაი. ეს ჩემი პირველი ვიდეოა, ჩემ ახალ არხზე, რომელსაც ერქმევა სახელოსნო და დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ ვიდეოებში ესე დაძაბული აღარ იქნება. იმის იმედიც მაქვს, რომ ძალიან კაი ვიდეო გამომივა და ზოგადად კაი კონტენტი შეგვქონდა. სახელოსნოში მინდოდა ერთი ისეთი ესთეტიური ადგილი, სადაც ვიმუშავებ, ვიდეოებსაც გადავიღებ და უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს. ამ ვიდეოში კი ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად გავაკეთე. შევაზავეთ ფერი წებოვანი ლენტით, შემოვსაზღვრეთ კედლები და დავიწყე შეღებო. ეს მომენტი ყველაზე მაგარია, როცა ყველაფერი ნელ-ნელა ფორმას იღებს. პროცესი ჩვენ საქმიანობას ძალიან გავს, როდესაც არაფრისგან რაღაც საინტერესოს ქმნით. შემდეგ ეტაპზე უკვე ხის მასალები გავამზადე, დავზომე, დავჭერი და ამოვიღე ადგილები, სადაც განათებას ჩავსვამ. ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი მელოდება, მათი კედელზე დამაგრება და მთელი კომპოზიციის აწყობა. ამ პროცესში მთავარი სიზუსტეა. თითოეული მილიმეტრი და დეტალი მნიშვნელოვანია, რომ შედეგი ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორც წარმომიდგენია. ამ ეტაპამდეც მოვედი, უკვე კედელზე ვამაგრებ და ცოტა ხანში ვნახავ რა გამომივიდა. ტექნიკური მხარე თითქმის დავასრულეთ, დავდგით სკამი და მაგი და გავასწორე განათება. ამასობაში კი ნინიმ დაიწყო ლოგოს ჩანახატზე მუშაობა. ახლა ყველაზე შემოქმედებით პროცესში ვართ, ნინის ლოგო კედელზე გადააქვს, რაც ამ სივრცეს საბოლოო ხასიათს მისცემს. დაუსრულებელიც კი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ რა გამოვა. ამასობაში ტელევიზიიდან სიუჟეტის გადასაღებად გვესტუმრდნენ. ამ დროს ჩვენი სივრცე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, თუმცა ოპერატორის თვალს მაინც არ გამორჩენია და ამ კუთხეში გადაწყვიტა ჩვენი ჩაწერა. სიუჟეტის გადაღებას მოვრჩით და სანამ ჩვენ სივრცეში კიდევ რამდენიმე საბოლოო დეკორაციას დავამატებთ, მინდა რომ ჩვენი სახელოსნო გადათვალიერებინოთ. ასე დაიწყო. ეს ბეწვა ხერხი სულ სხვა დანიშნულებით ვიყიდეთ, თუმცა ამის ბრალია ამ გაუგებრობაში რომ აღმოჩნდით. ახლა მთავარ სივრცეში ვართ, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. როგორც წესი, ყოველთვის არეულია, თუმცა დღეს გაგვიმართლა და სიუჟეტისთვის დავალაგეთ. ეს კი სამუშაო ოთახია, სადაც ავეჯი ჩვენი ძალიან მაგარი ოსტატების ხელში დამუშავების მთავარ ეტაპებს გადის. სამღებრო ოთახის ფუნქციას დიდი განმარტება არ ჭირდება, ამიტომ დაუბრუნდეთ ჩვენი ახალი სივრცის მოწყობას, დავამატოთ კიდევ რამდენიმე საინტერესო დეკორაცია და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. თითქმის დავასრულე, უკვე ბოლო დეტალებს ვამატებ და სადაცაა დასრულებულ შედეგს ვნახავთ. ისეთი სულსწრაფი ადამიანისთვისაც კი როგორიც მე ვარ, პროცესი საკმაოდ სწრაფად და საინტერესოდ წავიდა. ახლა ნინი ამატებს ბოლო ელემენტებს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ზუსტად ასეთ დეტალებშია მთელი მუღამი. თონი ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ subscribe-ს დააჭირო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ყველაფრის მოწყობა ნული ლარი დამიჯდა, იმიტომ რომ ის დეკორაციები, რაც გამოვიყენე, ისედაც მქონდა, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგი გამოვიდა. შემდეგ ვიდეოში ნაგავზე ნაპოვნი კომოდის სრულად გარდასახვის პროცესს შემოგთავაზებ და ამ კომოდს ჩემივე გამომწერზე გავათამაშებ. ამიტომ გამომიწერეთ.